სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, პეტრე პავლობის დღესასწაულს. განსაკუთრებული დღესასწაულია. ეკლესიამ განსაკუთრებული პატევი მიაგო მოციქულთა თავებს, პეტრესა და პავლეს. საინტერესოა ის ღვაწლი და მნიშვნელობა, რის გამო მიაგო ეკლესიამ ესეთი განსაკუთრებული პატევი აი იმ დანარჩენი მოციქულებისაგან მაინც და მაინც მხოლოდ პეტრესა და პავლეს და მათი ასე თქვათ ხსენება კიდევ ცალკე ესე დაწესებული. პირველ უყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ პეტრეცსა და პავლეც ორივე დიდი დაცემის მერე გახდა თავი მოციქულთა, ანუ აი ამ დიდ საზომს მიაღწია. პეტრე მოციქულის შესახებ ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის გამორჩეული იყო სხვა მოციქულებისაგან თავისი ერთგვარი აქტიურობით და თავისი მხურვალებით და თავისი სიყვარულით, შეიძლება ითქვას თავისი ემოციურობით მაცხოვრის მიმართ. როდესაც მაცხოვარი მაგალითად დაინახეს ზღვაზე მიდიოდა, პეტრე მოციქულმა გამოხატა ინიციატივა, რომ ებრძანებინა მისთვის, ვისი ზღვაზე წასულიყო მასთან ერთად. შემდეგ, როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ მისი ჯვარცმის წინ ყველა დაბრკოლდება, პეტრე მოციქული ეუბნება, რომ ყველა რო დაბრკოლდეს, მე მაინც შენთან დავრჩებით სიცოცხლის ბოლომდე, სიკვდილის ფასათაც რო დამიჯდეს. და მაშინ მაცხოვარი ასე ეუბნება, რომ ვიდრე ქათამი სამჯერ იყივლებს, მესამედ იყივლებს, სამჯერ უარყოფ მე. და მართლაც ესე მოხდა, რომ პეტრე მოციქული ერთის მხრივ, რომელიც ესეთი მოშურნე იყო, ესეთი გამორჩეული იყო, მაცხოვრის ჯვარცმის წინ, როცა შეიძლება ეთქვას, ყველაზე მეტად სჭირდებოდა მაცხოვარს ერთგულება და გვერდში დგომა, აი ესეთი მხურვალებით, ესეთი სიყვარული და ესეთი ერთგულებით გამორჩეული მოციქული, სულ რაღაცა დროის მცირე მონაკვეთში სამგზის უარყოფს მაცხოვარს ისე, რომ არც უფიქრდება რას აკეთებს. მაგრამ მაშინვე სახარებაში ეს ნათქვამი, როდესაც ქათამი იყივლებს, პეტრე მოციქულს გაახსენდება მაცხოვრის მიერ ნათქვამი რა უთხრა სულ ცოტა ხნით ადრე, რომ ის სამჯერ უარყოფდა მაცხოვარს. და ეგ წერია პეტრე, რომ გავიდა და მწარედ ატირდა. ანუ მაშინვე გააცნობიერა თავისი დაცემული მდგომარეობა და მძიმე სინანულში ჩავარდა. და როგორც წმინდა მამები განმარტავენ, პეტრე მოციქულისათვის აი ეს წარმატების წინაპირობა, რომ ის გახდა თავი მოციქულთა და ესეთი უპირატესი და ესეთი გამორჩეული. სწორედ ამის წინაპირობა იყო თვითგანსჯა და სინანული. და მამები ამბობენ, რომ როდესაც ადამიანი ცოდვაში ვარდება, რაღაც დაცემა ემართება და შემდეგ დიდ სინანულში მოდის და აცნობიერებს თავის მძიმე მდგომარეობას. ის მხოლოდ არა მარტო იმას კი არ იბრუნებს, რაც დაკარგა თქვა დაცემამდე, არამედ იმაზე მეტიც შეიძლება მიეცეს, ვიდრე მას მანამდე გააჩნდა. და ამის ცხადი მაგალითია პეტრე მოციქული, რომ იმაზე მეტი მადლი მიეცა და იმაზე მეტი წარმატება და უპირატესობა, ვიდრე მას დაცემამდე გააჩნდა. იგივე რო ავიღოთ პავლე მოციქულიც, მას თავის ცხოვრებაში ფიზიკურად მაცხოვარი, განკაცებული მაცხოვარი ნანახი არ ყავდა. და ჩვენ ვიცით მისი ცხოვრებიდან თვითონაც კი ამბობს, რომ ის იყო ქრისტიანების, პირველი ქრისტიანების სასტიკი მდევნელი. აი საქმე მოციქულთაგან ცნობილია, როდესაც ქვები ჩაქოლეს, აწამეს სტეფანე დიაკონი, პავლე მოციქული ჯერ კიდევ მაშინ ჭაბუკი იმ იუდეველების მოსასხამებს, ანუ სამოს ყარაულობდა, რომლებიც ქვებით ქოლავდნენ სტეფანე პირველ მოწამეს. და შემდეგ უკვე თვითონ გახდა სასტიკი მდევნელი ქრისტიანების. ხშირ შემთხვევაში თვითონ გამოხატავდა ინიციატივას, ქალაქიდან ქალაქში მიდიოდა, რომ გამოევლინა ვინ იყო ფარული ქრისტიანები და ოჯახებით, ბავშვები, ქალები, კაცები გადასცემდა სამჟავროზე საწამებლად. აი ესეთი მოწინააღმდეგე იყო ქრისტიანობის, მაგრამ იყო გულწრფელი. მას ესე სჯეროდა, რომ ქრისტიანობა იყო მავნებელი რელიგია. და შემდეგ ვიცით, რომ მას დამასკოს გზაზე, ისევ აი ამ მისიით რომ მიდის, რომ ქრისტიანები გამოავლინოს და საწამებლად სამჟავროზე გადასცეს, ქრისტე ეცხადება, მას თვალებში დაუბნელდება და ეუბნება, რომ სავლე, რატომ დევნი მე? და რას ეუბნება, რომ ვინ ხარ შენ უფალო? და მე ვარ ის, ვისაც შენ დევნი, ქრისტე. და ამის შემდეგ პავლე მოციქული დიდ სარწმუნოებაში მოდის. და დღევანდელ სამოციქულოში როგორ კარგად აღწერილი, თუ პავლე მოციქული როგორ აღწერს,
რომ იმის აპირისპიროდ, რასაც მანამდე ცუდს აკეთებდა ქრისტიანობის წინააღმდეგ, ორმაგი და სამაგი მოშურნეობა გამოავლინა ქრისტიანობის გავრცელებაში. და რას ამბობს პავლე მოციქული, როგორი გაჭირვებით და როგორი წინააღმდეგობების ფასად უწევდა ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება. ის ამბობს, რომ ქრისტიანული ქადაგების გამო იუდეველებისაგან 5-ჯერ 39-ჯერ გავიროსგე. 3-ჯერ ნავი ჩამეძირა წყალში. ქვებითაც ჩამქოლეს. გზადაგზა ავაზაკებისაგან, სხვადასხვა ადამიანებისაგან, ახლობლებისაგან თუ შორეულებისაგან უამრავი განსასწრელი ხდებოდა. ხამშიერი და მწყურვალიც ვიყავი. და აღარაფერს ვამბობ იმ ყოველდღიურ განსასწრელზე, რაც ისედაც ყოველდღიურობაში მახლდა და მახლავს. ანუ როგორი ტანჯვის და როგორი წინააღმდეგობების ფასად უწევდა პავლე მოციქულს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება. ის არ იყო კაბინეტური მეცნიერი სასულიერო პირი, რაღაც კომფორტში ყოფი ადამიანი, ესე რომ ვთქვათ. არამედ სერიოზული ღვაწლის და სერიოზული ტანჯვის ფასად უწევდა ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება. აი სწორედ ესეთი ღვაწლის გამო პეტრე მოციქული და პავლე მოციქული ეკლესიამ თავი მოციქულთად აღიარა და განსაკუთრებული პატივი მიაგო ეკლესიამ მათ ხსენებას. ძალიან საგულისხმო და საინტერესოა დღევანდელი სახარება. აქაც პეტრე მოციქულია გამოკვეთილი. მაცხოვარი ეკითხება მოციქულებს, რომ ადამიანები რას ფიქრობენ ჩემზე, რას ამბობენ ჩემზე, ვინ ვარ მე? და იქ მოციქულები უნებიან, რომ ჩვენ რაც მოგვისმენი ადამიანები შენზე ფიქრობენ, რომ ზოგი ამბობს, შენ ხარ იოანე ათლისმცემელი, რომელიც კუდრეთით აღდგა. ზოგი ფიქრობს, რომ ერთი წინასწარმეტყველთაგანი ხარ, ან იერემია წინასწარმეტყველი, ან სხვა ვინმე ესეთი წმინდა ადამიანი. და შემდეგ მოციქული ეკითხება, რომ თქვენ რას ფიქრობთ ჩემზე, ვინ ვარ მე? და იქ უკვე კონკრეტულად, პერსონალურად პეტრე მოციქული ეუბნება მაცხოვარს. შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისაცხოველისა. და რას ეუბნება მაცხოვარი? ნეტარ ხარ შენ ბარ იონ, ანუ იონას შვილო, იონას ძევ. რამე თუ ეს ჭეშმარიტება სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადეს, არამედ მამამ, რომელიც არის სათაშინა. და შემდეგ ეუბნება, რომ შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე დავაფუძნებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭები მას ვერ მოერევია. და შენ მოგცემ კლიტეს სათასვასუფევლისას. და ვინც გახსნა ამ ქვეყანაზე, ის ხსნილი იქნება ზეცაშიც და ვინცაც შეკრავ, ის შეკრული იქნება ამ ქვეყანაზეც. ძალიან საინტერესო დეტალები ეზეა ყურადღება გამახვილებული. ჯერ რას ნიშნავს, რომ აი მარტო პეტრე მოციქულს მიმართავს მაცხოვარი, რომ აი ეს შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე დავაფუძნებ ჩემ ეკლესიას. ხშირ შემთხვევაში ხოლმე არის არასწორი გაგება ამ ყველაფრისო, თითქოს უკვე მაცხოვარმა პეტრე მოციქული სხვა მოციქულებისაგან აი ამ პატივით გამოარჩია და მხოლოდ მას მისცა ესეთი უპირატესობა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ყველაზე გამორჩეული რწმენა და მხოლოდ ის იქნება კლდე, რომელზეც ეკლესია დაფუძნებული. მაგრამ წმინდა მამები როგორ განმარტავენ, რომ პეტრე მოციქულმა როგორც სხვა დროს ამჯერადაც მთლიანად ყველა მოციქულის სათქმელი უთხრა მაცხოვარს, რომ ის არის ქრისტე, ძე ღვთისაცხოველისა. ანუ ღმერთის ბუნებით ძედ, ანუ ბუნებით ღმერთად აღიარა პეტრე მოციქულმა. და ზოგადად უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ფუნდამენტი ჩვენი სარწმუნოებისა არის იესო ქრისტეს ღმერთად აღიარება. ამაზეა დაფუძნებული მთელი მართლმადიდებლური სარწმუნოება. მაგრამ ამის მიღწევა, აი ამ რწმენის მიღწევა როგორ ხდება? ანუ მაცხოვარი რას ეუბნება პეტრეს, რომ სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადა, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ. რას ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ჭეშმარიტი რწმენა ღმერთისა არა მხოლოდ ადამიანური ძალებით მიიღწევა, ადამიანური გონებით, არამედ ღმერთისაგან უნდა მიიღოს ადამიანმა გამოცხადება. აქ რაზეა ყურადღება გასამახვილებელი, რომ ჩვენ მოცემული გვაქვს წმინდა წერილი და როგორც წესი წმინდა წერილს ყოველი ადამიანი უნდა კითხულობდეს ყოველდღიურად და ამას უნდა ეცნობოდეს. მაგრამ ერთია რომ შეიძლება ჩვენ წმინდა წერილს კითხულობთ, შეიძლება ზეპირათაც ვიცით, და ამაზე მნიშვნელოვანია წმინდა წერილის სწორად გაგება.
მხოლოდ ადამიანური ძალებით რო იყოს წმინდა წერილი სწორად გაგება შესაძლებელი. მაშინ მთელ დედამიწაზე რაც კი ქრისტიანული კონფესიები და რელიგიები არსებობს, ყველა მართლმადიდებელი იქნებოდა. არადა ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობის სახელით უამრავი სხვადასხვა კონფესია არსებობს დღეს დედამიწაზე, ხო? და მათთვის ყველა მათგანისათვის საფუძველი არის წმინდა წერილი. ზეპირათაც კი იციან თავიდან ბოლომდე წმინდა წერილი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არასწორად არის ის მათ მიერ გაგებული, არასწორად არის განმარტებული და აქედან მოდის ის განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც ქრისტიანობის სახელით, რაც უკვე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას სცილდება. მაგრამ სხვა კონფესიებს რო თავი დავანებოთ, ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი. ქრისტიანობისათვის ყოველად მიუღებელია სტერეოტიპული აზროვნება და სტერეოტიპული შეხედულებები. სამწუხაროდ ჩვენშიც ხშირად ესეა, რომ სასულიერო პირსაც ზოგიერთ შემთხვევაში ერის ადამიანს წმინდა წერილს იგებს თავისი შეხედულებები და თავისი შეხედულებებით განმარტავს. ანუ რაღაცაზე წინასწარ შექმნილი აზრი აქვს და გადამოწმებასაც არ აკეთებს ადამიანის შექმნილი აზრი ამდენად სწორია. იქნება და სხვანაირი გაგება არსებობს. ან იქნება და ადამიანს ჩაღრმავება სჭირდება კიდევ უფრო მეტად რაღაცაში. და ხშირად არის, რომ ესეთი თავისი პირადი სტერეოტიპული შეხედულებებით განმარტავს წმინდა წერილს. და ამით რა თქმა უნდა ადამიანები საკუთარ თავსაც აზიანებენ, ვინც ესე უდგება და იმ დანარჩენ ადამიანებსაც, ვინც მათი გავლენის ქვეშ იმყოფება. და ამ დროს ქრისტიანი ადამიანი მოწოდებულია, რომ მარადის იყოს ძიებაში, მარადის უღრმავდებოდეს სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებას. და ამისათვის რა თქმა უნდა გარდა იმ შრომისა, რომ ადამიანი წმინდა წერილს უნდა კითხულობდეს, შეძლების დაგვარად წმინდა მამებს უნდა კითხულობდეს და ყოველდღიურად ნელ-ნელა თავის შესაძლოების ფარგლებში ამას უნდა უღრმავდებოდეს, ასევე ღმერთსაც უნდა სთხოვდეს გონების განათლებას. ესაა სწორედ მოციქულები ამის გამო განადიდა, მათ ხორმა და პეტრე მოციქულის დიდება ამაში წარმოჩინდა, რომ ის იყო გულწრფელი, თავმდაბალი, ხურვალე და ღმერთმა მას გონება გაუხსნა ჭეშმარიტების შესაცნობად. აი პავლე მოციქულიც თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში კორინთელების მიმართ ესეთ რამეს წერს. ქრისტიანებს მიმართავს, რომ ჩემო ძმებო, ბავშვები ნუ იქნებით გონებით. არამედ ცოდვების მიმართ იყავით ბავშვები, ხოლო გონებით ეცადეთ სრულები იყოთ. ანუ ქრისტიანი ადამიანი მარადიული განვითარებისათვის არის მოწოდებული. და მოციქულების ღირსება და ღვაწლი აი ამაში მდგომარეობს, რომ ისინი მარადიულად ვითარდებოდნენ, ისინი არასოდეს არ გაჩერებულან განვითარების გზაზე. და რაც ყველაზე მთავარია, რომ აი ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი რწმენაც უნდა დავიცვათ, მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათ. ხშირად აქაც არასწორი გაგება ხოლმე ჩადებული. ჩვენ ზოგჯერ ესეთი წარმოდგენა გვექნება, როცა ვამბობთ, რომ ჩვენი სარწმუნოება უნდა დავიცვათ, გონია, რომ სხვა ადამიანს, რომელსაც განსხვავებული შეხედულებები აქვს, ან ფიზიკურად უნდა წინააღმდეგეთ, ან ფიზიკური ანგარის სწორება უნდა მოვახდინოთ მასზე. ეს არასწორი გაგებაა. სარწმუნოების დაცვა უპირველეს ყოვლისა რას გულისხმობს? რომ პერსონალურად თვითონი ჩვენგანი სწორად გაერკვეს და ჩაუღრმავდეს რა არის ჭეშმარიტება და ღმერთისაგან ითხოვოს ამისი გამოცხადება და საკუთარ თავში დაიცვას ეს სწორი სარწმუნოება შეურყევლად. რომ თვითონ არ მოიქცეს არასწორი შეხედულებების გავლენის ქვეშ. ანუ თავარი აქ არის აზროვნების საკითხი, თვითონ ადამიანს აზროვნება არ შეეცვალოს. და ზოგჯერ არის ადამიანი შეიძლება სხვა ადამიანს ისე წინააღმდეგება თითქოს განსხვავებული შეხედულებების გამო, როცა თვითონ ჯერ კიდევ ბევრი საკითხი არასწორად აქვს გააზრებული და არასწორად აქვს გაგებული და რა თქმა უნდა ეს არის ცდომილი აზროვნება და ცდომილი ნაბიჯები. სამოციქულო მოღვაწეობა რა არის? აი მოციქულების დიდი ღირსება კიდევ ერთხელ ხაზზე გაუშვათ, რაში მდგომარეობს? უპირველეს ყოვლისა მათ თავმდაბლობაში, მეორეს მხრივ მათ მოღვაწეობაში და მუდმივ განვითარებაში. და რაც ყველაზე მთავარია, რომ ეს სასულიერო პირი იქნება თუ ერის ადამიანი, არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდეს რაღაცა მიღებული ცოდნით. ქრისტიანობა ეს არის დაუსრულებელი განვითარების პროცესი, რასაც ყოველი ადამიანი, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად უნდა ავითარებდეს საკუთარ თავში. და მეორე საკითხი, აი რაც ასევე სახარებაში ყურადსაღებია, მაცხოვრე პეტრე მოციქულს ეუბნება, რომ აი შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე დავაფუძნებ ჩემ ეკლესიას.
ამ შემთხვევაში პეტრე მოციქულს იმიტომ მიმართავს პერსონალურად, რომ პეტრე მოციქულმა რა სარწმუნოებაც გამოხატა მაცხოვრის მიმართ, ამ შემთხვევაში არათუ პეტრე მოციქულს გულისხმობს, რომ მასზეა დაფუძნებული ეკლესია, არამედ იმ რწმენაზე, რა რწმენაც გამოავლინა პეტრე მოციქულმა. აი ეს არის კლდე. და აი აქედანაც ჩანს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის შეურყეველი, რომ თავად მაცხოვარმა განსაზღვრა ეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის კლდეზე დაფუძნებული და ჯოჯოხეთის ბჭეები ვერ მოერევიან მას. რას ნიშნავს ჯოჯოხეთის ბჭე ვერ მოერევა მას? რატო ბჭე? რა მოიაზრება? მამები ესე განმარტავენ, რომ ბჭე არის ის ადგილი, სადაც თქვათ ქალაქის ძირითადი ძალა თავს იყრის. და ამ შემთხვევაში ჯოჯოხეთის ბჭეში მოიაზრება ის მდგომარეობა, სადაც თავმოყრილია მთელი ჯოჯოხეთის ბოროტება და საიდანაც ყოველგვარი ბოროტება გამოდის მთელი თავისი ძალმოსილებით, რომელიც ქრისტიანობას თავს ესხმის. ანუ ყველაზე დიდ ძალმოსილებაზეა ხაზგასმა გაკეთებული და ამიტომაც რა თქმა უნდა ჯოჯოხეთის ბჭეებიც კი ვერ მოერევიან მას, ანუ მთელი თავისი ძალმოსილებით, თავისი ბოროტებით ის ბოროტებაც კი ვერ მოერევა, ასე ვთქვათ, მართლმადიდებელ რწმენას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიყოთ ბოლომდე კარგად გარკვეულები და ჩვენ თავში შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, შეურყევლად. და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ყოველდღიური განვითარება და ღმერთისაგან თხოვნა, რომ თვითონ ჩვენგანს ღმერთმა ამ დროს გონება გაუნათლოს, რომ სწორად იქნას გაგებული ჩვენ მიერ წაკითხული წმინდა წერილი თუ წმინდა მამათა, ასე ვთქვათ, განმარტებები. და კიდევ, როდესაც ბოლოს, სახარების ბოლოს მაცხოვრი ეუბნება პეტრეს, რომ შემოგცემ სათავსასუფევლის გასაღებს და ვისაც გახსნი ამ ქვეყანაზე ხსნილი იქნება ზეცაში და ვისაც შეკრული იქნება ზეცაშიც. ეს შეკვრისა და განხსნის საიდუმლო, ეს არის სინანულის, ანუ აღსარების საიდუმლო. და აქაც ამ შემთხვევაში პეტრე მოციქულის სახით ყველა მოციქულს უბოძა შეკვრისა და განხსნის უფლება ამ ქვეყანაზე მაცხოვარმა და მათი სახით ეკლესიას, მათ მემკვიდრეებს, ანუ ეპისკოპატს გადაეცა აი ეს მემკვიდრეობა შეკვრისა და განხსნის, ანუ სინანულის საიდუმლო იგულისხმება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც თვითონვე სინანულშია, მოდის აღსარებაზე, ეკლესიას აქვს ის ხელმწიფება მიცემული სასულიერო პირების ხელით, რომ მას მიეცეს მიტევებად საკუთარი ცოდვებისა და ამის შედეგად მისთვის ხსნილია სათავსასუფეველი. და დახშულია სათავსასუფეველის კარი იმ ადამიანისათვის, ვის თავისი ნებით განუდგება ეკლესიას და უარს ამბობს სინანულზე. თორე ეკლესია თავისი ნებით არც ერთ ადამიანს არ ტოვებს, რა თქმა უნდა, სინანულის გარეშე და არავის ხელს არ კრავს. და აი წეღან რაც ჩამოვთვალე პავლე მოციქულის აი ეს 8 წელი, როგორი მძიმე ტანჯვების სახით უწევდა მას ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება ცხოვრების ბოლომდე. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ქრისტიანები რამე განსასწრელი რომ მოგვივა ახლობელზე გავიგეთ, რომ შეიძლება რაღაცა მძიმე დაავადება შეეყარა ადამიანს. ან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ან ბავშვი, ან ახალგაზრდა და ვამბობთ, რომ ისეთი კარგი ცხოვრებით იცხოვრა, რა დააშავა, ესეთი რომ ესეთი ტანჯვით გარდაიცვალა. აუცილებელი არა ადამიანში რაიმე მძიმე დანაშაულს შეძებდეთ და თითქოს მარტვის ადამიანები იტანჯებოდნენ, ვინც მძიმე დანაშაულში იმყოფება. ხშირ შემთხვევაში პირიქით, რაც კი შეიძლება ვნახოთ, რომ ადამიანი, რომელიც სიკეთეში ცხოვრობს, ამ ქვეყანაზე უფრო მეტი განსასწრელი და ტანჯვა აქვს, ვიდრე შეიძლება იმ ადამიანს, რომელიც ბევრ ბოროტებას ჩადის ამ ქვეყანაზე. ეგრე პავლე მოციქულის მაგალითზე ვერ ვიტყვით, რომ პავლე მოციქულს ისეთი მძიმე ცოდვები ჰქონდა, რომ ამის გამო იტანჯებოდა. ეს არის 8 წელი, რაც ასე ვთქვათ, მისი განდიდების წინაპირობა გახდა. ამიტომ თითოეული ჩვენგანიც უნდა სიმხნევეში იყოს და არ უნდა დაიბნეს და არ უნდა დაბრკოლდეს, რომ როცა რამე განსასწრებელი მოდის, ესე იგი ღმერთმა გაწირა ეს ადამიანი და რაღაცა მძიმე ცოდვებში იმყოფება და ამიტომ მოდის მას ეს განსასწრელი. ეს არასწორი შეხედულებებია და არასწორი დასკვნების გაკეთება და ხშირად ადამიანი ამის შედეგად აი ესე დაბნეულობაში შედის. შეგვეწიოს წმინდა თავი მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვა, ღმერთმა მოგცეს მათი ლოცვით, მათი მეოხებით თუნარი, რომ ღმერთმა გაგვიცხადოს ჭეშმარიტება და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ამ ჭეშმარიტებაში ურყევები ყოფილიყავით ცხოვრების ბოლომდე. ულოცავ ჩვენს პატრიარქს დღევანდელ დღეს, თავი მოციქულთას ხსენების დღეს, მათი ლოცვა და მათი მეოხება შეეწიოს მას და გააძლიეროს უფალმა სულითა და ხორცით ჩვენს ეპისკოპოსებს, სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, მრევლს და სულიად საქრისტიანოს. ღმერთმა დაგლოცვა და მრავალს დაგასწროთ.